ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში, 4 წლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ზამთრის ხანძრებს ებრძვიან. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ხანძრები კონტროლს არ ექვემდებარება და ქარიშხლის გამო მარტივად ვრცელდება. ხანძრებმა ძირითადად მოიცვა ლოს-ანჯელესის რეგიონი, კერძოდ ჰოლივუდ-ჰილსი, ქალაქი პასადენა, აგრეთვე წყნარი ოკეანის სანაპირო. ხანძრებმა 5 ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენი საზოგადოება უზარმაზარი ტრაგედიის მომსწრეა. ევაკუირებულია 100,000-ზე მეტი ადამიანი. გვყავს 5 გარდაცვლილი, ხოლო 100,000 ადამიანი გააფრთხილეს ევაკუაციის შესახებ, რადგან ისინი საფრთხის ზონაში არიან. ხანძარი მოედო შენობებსაც. 1500 სახლი და ასობით ბიზნესი სრულად დაიწვა. ვითარებას ართულებს ქარიშხალი, რომლის მიერ წარმოქმნილი ქარიც ცეცხლს გავრცელებასა და ახალი კერების წარმოქმნაში ეხმარება. სიჩქარე საათში 110 კილომეტრია. შემიძლია დავადასტურო, რომ გვაქვს 200-დან 500-მდე დაზიანებული ან დანგრეული შენობა. ზუსტი რიცხვის დადგენას მას შემდეგ შევძლებთ, როცა ხანძრის კერას ჩავაქრობთ. უნდა დავათვალიეროთ და შევამოწმოთ ყველა შენობა და ვიცოდეთ დაზიანებული შენობების ზუსტი რაოდენობა. ხანძრის კერების ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენებიც. როგორც ჩად ავგუსტინი აცხადებს, 9 იანვრის მდგომარეობით სახანძრო სამაშველო სამსახური ერთდროულად ხანძრის 4 კერას ებრძვის.